ჩარლი კირკი მოკლეს, ალბათ გაიგებდით უკვე მის ამბავს, ძალიან მაგარი ადამიანი, ქრისტიანი. ახლა სანამ რამეს ვიტყვი, რამდენიმე წამიან ვიდეოს ჩავთავ იმათთვის, ვინც არ იცის, ვინ არის ჩარლი კირკი, რათა მიხვდნენ როგორი კატეგორიის ადამიანზე გვაქვს ამ შემთხვევაში საუბარი. Jesus saved my life. I'm a sinner, gave my life to Christ, most important decision I ever made. So you believe the Bible is real? Yes, I believe the Bible is true and real. Yeah. Why is that? We have the most accurate and transparent, historically robust account that one can have of the most important figure ever to live in the history of the world, Jesus of Nazareth. And the resurrection is the pinpoint of my belief that Jesus did rise from the grave. Say, how do you know that Jesus rose from the dead? Well, show me another historical piece of a story where so many people willingly died a brutal death for a lie. Every single person around him had everything to lose, and yet they went to the absolute death. მეგობრებო, იესო გვეუბნება ქრისტიანებს ასეთ რამეს, რომ მე თუ მდევნიდნენ, თქვენც დაგიწყებენ დევნას. მორჩა წერტილი. წუთისოფელმა იესო ჯვარს აცვა და აი ამ წუთისოფლისგან, რომელმაც იესო ჯვარს აცვა, ჩვენ ასეთ რაღაცებს ველოდებით. ცხადია, ამაში გასაკვირი არაფერი არ არის. ჩვენ ვიცით ჯერ კიდევ პირველ საუკუნეში, როდესაც დაიწყეს ქრისტეს სიტყვის ხადაღება, ქრისტიანებს წვავდნენ ქუჩები რომ გაენათებინათ. აი ესეთი დევნა იყო. ჩვენ ქრისტიანებს ყავს ისტორიაში ყველაზე მეტი წამებული. ასე რომ ჩვენ ქრისტიანებს ასეთი რაღაცები არ გვიკვირს, უფალმა აცხონოს ჩარლი და ქრისტიანებო, ვიფხიზლოთ ყველა მუფლის იესო ქრისტეს წყალობით, აი აქ თავი კომფორტულად არ ვიგრძნოთ და ყოველთვის გვახსოვდეს, რომ უფალი გამოგვიხსნის საბოლოოდ.